ქართული ოცნების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგშია. საქართველოში არსებული კრიზისის შესახებ დებატები სტრასბურგში გუშინ გაიმართა. ევროპარლამენტში BBC-ს საგამოძიებო ფილმის შესახებ ვრცლად ისაუბრეს და საერთაშორისო გამოძიება მოითხოვეს. ევროპარლამენტარებმა თქვეს, რომ დანაშაულში მონაწილე ივანიშვილს და ყველა მის თანამზრახველს რეალური სანქციები უნდა დაუწესდეთ. The situation in Georgia is getting worse. I would like to draw your attention to a recent BBC investigation. საქართველოში ვითარება უარესდება. სურს ყურადღება მიაქციოთ BBC-ს ცოტა ხნის წინანდელ გამოძიებას. საუბრობს იმაზე, რომ პროტესტების ჩასახშობად 2024 წელს პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება იქნა გამოყენებული. ქიმიური ნივთიერებები წყლის ჭაულში გაურიეს. ეს გამოძიებულ უნდა იქნას. კომისიასა და საბჭოს რეაგირებისკენ მოუწოდებ, რათა საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიების ინიცირება მოახდინონ. ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი გამოძიების ეშინია, მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ მათ სიმართლისა და დასჯის ეშინია. ეს აჩვენებს, რომ BBC-ს მიერ გამოვლენილი ფაქტები დიდი ალბათობით სიმართლეა. ბრძოლაში მყოფ ქართველ ხალხს უნდა დავეხმაროთ, ვინაიდან საქართველო ევროპაა. Substance that robs you of your breath, that sets your skin on fire. წარმოიდგინეთ ნივთიერება, რომელიც სუნთქვის უნარს გართმევთ, კანს გიწვავთ, ხელასა და ღებინებას იწვევს და არა მხოლოდ რამდენიმე წუთით ან საათით, არამედ დღეებისა და კვირების განმავლობაში. ეს არის პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის კამიტის შედეგები. დღეს ჩვენ დამოუკიდებელ ცნობებს ვკითხულობთ, რომლის მიხედვითაც სავარაუდოდ მისი ევროპაში გამოყენება კვლავ მოხდა. ამ ცნობების თანახმად საქართველოს ხელისუფლებამ იგი წყლის ჭალში შეურია და გამოიყენა არა დამპყრობელი არმიის, არამედ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. და რატომ? იმიტომ რომ უკვე წელიწადზე მეტია, რაც ქართველი ხალხი დემოკრატიის კანონის უზენაესობის და რაც მთავარი ევროპული მომავლისთვის მშვიდობიანი პროტესტის გამართვას ბედავს. მოდით მოვიწიოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება. ქართული ოცნების მთავრობის მიერ მსგავსი ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. მოდით საბოლოოდ ნამდვილი და მიზანმიმართული სანქციები დავაწესოთ. არა მხოლოდ დიპლომატიური პასპორტის მფლობელ რამდენიმე პირზე, არამედ თავად დე-ფაქტო მმართველ ივანიშვილზე და მის ყველა თანამზრახველზე, რომლებიც ასეთ საშინელ დანაშაულში მონაწილეობენ. ქართველები ყოველდღურად ნამდვილ სიმამაცეს იჩენენ. მოდით ჩვენც იგივე გავაკეთოთ. According to a BBC investigation and other research, BBC-ს გამოძიებისა და სხვა კვლევების თანახმად გასულ წელს მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი, რომელშიც პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური აგენტი იყო შერეული. არ შეიძლება ქიმიური იარაღის გამოყენება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ეს დანაშაულია. მოვუწოდებ კომისიას ჩაატაროს სრული და დამოუკიდებელი გამოძიება. ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე ბიძინა ივანიშვილს რუსი ჯაშუში უწოდეს, რომელიც საქართველოში კრემლის დავალებით ქვეყნის სუვერენიტეტის დასანგრევად გაბატონდა. ევროკომისარმა დემოკრატიის, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საკითხებში მაიკლ მაგრატმა კი განაცხადა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების დასანქცირებაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია. საუბრობ როგორც პოლონელი, რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვს ცრემლსადენი აირის სუნი და როგორც საქართველოს მეგობარი. საქართველოსი, რომელსაც იპარავენ არა ტანკებით, არამედ თაღლითობით. საქართველოში არსებული კრიზისი პოლიტიკური არ არის, ის კრიმინალურია. რეჟიმი ქიმიურ ნივთიერებებს იყენებს სტუდენტების წინააღმდეგ, რომლებსაც ევროკავშირის დროშები უჭირავთ ხელში. ოცნებას ბევრჯერ მოუწოდეთ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ, თუმცა რეჟიმი ყველა ევროპულ რეზოლუციას აიგნორებს. რატომ? იმიტომ რომ სააკაშვილი პუტინის პირადი მტერია. ის ჯერ კიდევ დაპატიმრებულია, რაც კრემლისადმი ერთგულების მაჩვენებელია. შეერთებულმა შტატებმა იმოქმედა. მათ სანქციები შემოიღეს ივანიშვილის წინააღმდეგ და დაარქვეს თავისი სახელი, რუსი, რომელიც საქართველოში სუვერენიტეტის გასანადგურებლად გაბატონდა. რუს ჯაშუშთან პარტნიორობა არ შეგვიძლია. ჩვენ გვჭირდება სწრაფად ქმედება. გვჭირდება ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შემოღება. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მეტ აგრესიას დავინახავთ. Georgian dream. Georgia is drifting away from democratic norms. საქართველოს ქართული ოცნების მმართველობის ქვეშ დემოკრატიულ ნორმებს შორდება, ჩვენ დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემურ თავდასხმას ვხედავთ. მხარს უჭერთ ქართველი ხალხის უფლებას, რომ დემოკრატიული ევროპული მომავლის მოთხოვნა გააგრძელონ. პოლიტიკური და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული კრიზისი კანდიდატი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა. კანონის უზენაესობის სწრაფი რღვევა, შემზღუდავი კანონმდებლობის მიღება და სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება. ეს ყველაფერი ვერ აკმაყოფილებს კანდიდატი ქვეყნისგან მოლოდინებს. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაფართოების ანგარიში აღიქვას როგორც შესაძლებლობა, რათა შეცვალოს კურსი, დობა აღადგინოს და ევროკავშირისკენ გზას დაუბრუნდეს. საბოლოო ჯამში საქართველოს მომავალი მათ ხელშია. უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიში მიმდინარე კვირის ბოლოს გამოქვეყნდება. წლის ბოლომდე კი ახალი წესები შევა ძალაში. ახალი წესები მეტ შესაძლებლობას მოგცემს, რათა შესაბამისი ზომები მივიღოთ. საქართველოს დემოკრატიულ უკუსლოსა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ გავაგრძელებთ
სამოქალაქო საზოგადოების ადამიანის უფლებათა დამცველების, დამოუკიდებელი მედიისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეების მხარდაჭერას. ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას. ჩვენი კარი კვლავ ღიარჩება, თუ ხელისუფლება დემოკრატიული უკუსლის კურსს შეცვლის და გაწევრიანების გზაზე დაბრუნების მიმართ ერთგულებას გამოხატავს. ევროპარლამენტარებმა თქვეს, რომ ქართველი ხალხის შეუჩერებელი წინააღმდეგობა შთამაგონებელია, რასაც ევროკავშირმა ერთი მხრივ პროდემოკრატიული მოძრაობის მხარდაჭერით, მეორე მხრივ კი რეპრესიების ავტორების დასანქცირებით უნდა უპასუხოს. vor ihnen stehe, dann denke ich an einen Moment. როდესაც აქ თქვენს წინაშე ვდგავარ, ვფიქრობ მომენტზე, როდესაც საქართველოს სასამართლოში ვიყავი. ხალხი შუშის გალიაში ისხდა და ჟურნალისტები თვალსად ევნებდნენ პროცესს, რასაც საქართველოში ვხედავთ კლასიკური რუსული სახელმძღვანელოა და ამას თავისი სახელი უნდა დავარქვათ. მე ვესაუბრე მზია ამაღლობელის ოჯახსა და მეგობრებს და ერთი რამ არის ცხადი. ისინი არასოდეს დანებდებიან. ქართველ ხალხს, რომელიც ქუჩაში გამოდის და ყვირის ვერ გააჩუმებ და ჩვენ აქ უბრალოდ ცხოვრებას ვაგრძელებთ, ისე თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ისინი არ ნებდებიან. ამიტომ ჩვენ ევროკავშირს პასუხისმგებლობა გვაქვს იგივე სიმამაცე გამოვიჩინოთ ამ ხალხის მიმართ და რეალური წინააღმდეგობა გაუწიოთ მათ, ვინც ხალხის წინააღმდეგ რეპრესიებს აძლიერებს. აქ ვდგავართ, რათა ქართველ ხალხს უთხრა, თქვენთან ვართ მანამ, სანამ ევროკავშირის ნაწილი არ იქნებით. Yesterday, the European Parliament honored Mzia Amaglobeli. გუშინ ევროპარლამენტმა პატივი მიაგო მზია ამაღლობელს, საქართველოს პროდემოკრატიული მოძრაობის მამაც წარმომადგენელს, როგორც სახაროვის პრემიის ერთ-ერთ ლაურეატს. როგორი ბრძვიან ქართველები თავისი დემოკრატიის დასაცავად ბევრზე მეტყველებს. ქვეყანა ოდესღაც აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის ლიდერი იყო. უკვე აღვნიშნე, დემოკრატიის შემცირება, რომელიც აღინიშნება სახელმწიფოს მიტაცებით, სამოქალაქო საზოგადოების სასტიკი რეპრესიებით და საარჩევნო თაღლითობით. ეს ყველასთვის შემაშფოთებელი უნდა იყოს. აღმოსავლეთ პარტნიორობა უფრო ოპტიმისტურ დროს იქნა შექმნილი, მან დაკავშირებადობა და რეფორმები მოგვიტანა და მოლდოვა და უკრაინა ნათელ ევროპულ გზაზე დააყენა, მაგრამ მას ნამდვილად აკლია ეფექტიანი ინსტრუმენტები დემოკრატიული უკუსლის და მავნე გავლენების აღსაკვეთად, რასაც ახლა სამწუხაროდ საქართველოში ვხედავთ. საქართველოში დემოკრატიული კრიზისის გაღრმავება გვახსენებს, რომ მტკიცე სამეზობლო პოლიტიკა და გაფართოების პოლიტიკა უნდა იყოს ცხადი, სანდო და პირობითი. უნდა ეწინააღმდეგებოდეს მათ, ვინც ძირს უთხრეს ამას და გვერდში უნდა ედგეს მათ, ვინც ევროპას ირჩევს, ანუ საქართველოს შესანიშნავ ხალხს. Regrettably, Georgia has been clearly backsliding across the 9 steps in which the country სამწუხაროდ საქართველო აშკარა უკუსლას განიცდის იმ 9 ნაბიჯთან მიმართებით, რომელთა საფუძველზეც მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. შედეგად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა და ეს ასე იქნება მანამ, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გამოავლეს მტკიცე მზაობას შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას. ეს მოითხოვს ყველა უკანონოდ დაკავებული პოლიტიკოსის, ჟურნალისტისა და აქტივისტის გათავისუფლებას, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას, დემოკრატიული ყოვლის მომცველი და მდგრადი რეფორმების მიღებას, ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად და ევროკავშირის წინააღმდეგ აგრესიული ნარატივის შეწყვეტას. ამ განცხადებების გამო ევროპარლამენტარებს დილიდან თავს ესხმიან ქართული ოცნების წარმომადგენლები. ივანიშვილის თანაპარტიელები ამბობენ, რომ გუშინდელი დებატები რეალობას აცდენილი და არაადეკვატური იყო. შალვა პაპუაშვილის გაღიზიანება განსაკუთრებით ევროპარლამენტში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხის გააქტიურებამ გამოიწვია. ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს თემა უკვე სასაცილოა. ეს იყო წინასწარ დადგმული სცენარი, რომლის ერთ-ერთი საცეცი იყო BBC, რომელიც ხედავთ, რომ აბსოლუტურად დაინგრია საკუთარი რეპუტაცია და იქცა ჩვეულებრივი პროპაგანდის იარაღად სხვა ქვეყნებზე ჰიბრიდული თავდასხმისა. ნახეთ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებზე ჰიბრიდული თავდასხმა BBC-ს გამოყენებით, პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმის გზით და ნახეთ საქართველოზე თავდასხმა BBC-ს გამოყენებით. ამიტომ ეს ჰიბრიდული თავდასხმა ჩაიშალა, გუშინ ნახეთ უბრალოდ არაადეკვატური რეალობას აცდენილი ტექსტები გამოდიან, კიდე საუბრობენ პირველი მსოფლიო ომის ქიმიურ იარაღზე, რომელიც ყველა სასაცილოდ აქვს, ყველას ოპოზიციასაც, უმრავლესობასაც, იმასაც, ამასაც, თუთიყუშიც კი იცინის უკვე ამაზე. სტრასბურგში ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე ოცნების მხარდამჭერი რამდენიმე განცხადება გაკეთდა. ავტორები პრორუსული, ულტრამემარჯვენე და პოპულისტური ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ.